ეს არის ძალიან საყვარელი ცუგო, რომელსაც აქვს ვარდისფერი ენა, შავი ბეწვი და ძალიან მეგობრული ხასიათი. ვიცით, რომ როცა გაიზრდება, მისი წონა იქნება დაახლოებით 30-35 კილოგრამი, ეყვარება ადამიანებთან თამაში და ჩახუტება თავის პატრონებთან. ეს ყველაფერი ვიცით იმიტომ, რომ ეს ძაღლი ფოტოზე არის ლაბრადორი და ეს თვისებები ახასიათებთ ლაბრადორებს. მაგრამ საიდან მოდის ეს თვისებები? ამ ვიდეოში გავიგოთ მოდი ეგ. მაგრამ ჯერ მოდი დავიწყოთ თავიდან. რას ნიშნავს თვისება? თვისება არის კონკრეტული დაკვირვებადი მახასიათებელი. ეს თვისებები შეიძლება იყოს ფიზიკური, მაგალითად ლეკვის თვალის ფერი, შეიძლება იყოს ქცევითი, მაგალითად ლეკვი შეიძლება უფრო მეტად ან ნაკლებად აგრესიული იყოს უცნობების მიმართ, ან შეიძლება იყოს დაკავშირებული ჯანმრთელობასთან, მაგალითად გარკვეული დაავადების განვითარების რისკი. თვისებები მშობლებიდან გადადის შთამომავლობაზე. ამიტომაა, რომ ეს ლეკვი გავს თავის ლაბრადორ მშობლებს. მაგრამ როგორ ხდება ეს? საქმე ისაა, რომ თვისებები თაობიდან თაობას გადაეცემა გენების მეშვეობით. გენები არის მემკვიდრეობითი მასალის პატარა ნაწილები, რომლებიც მშობლებიდან გადაეცემა შთამომავლობას. მდებარეობს ორგანიზმის უჯრედების შიგნით, კერძოდ სტრუქტურებში, რომლებსაც ეწოდებათ ქრომოსომები. და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში ქრომოსომები მდებარეობს უჯრედის ბირთვში. ქრომოსომები ხშირად X-ის ფორმით არის ილუსტრირებული, როგორც აი აქ, და თითოეული ქრომოსომა შეიცავს DNM-ის ერთ გრძელ მოლეკულას. DNM არის შემოკლება და სრული სახელი არის დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა. აი აქ არის DNM-ის მოლეკულის მცირე მონაკვეთის მოდელი. როგორც ხედავთ, DNM-ი ძალიან ბევრი სხვადასხვანაირი ატომისგან შედგება, ამ ბურთულებითაა აღნიშნული ეგ ატომები, და DNM-ის მოლეკულა, რომელიც ქრომოსომაში იმყოფება, არის რეალურად გაცილებით უფრო გრძელი, ვიდრე რაც აქ ხატია, და არის დახვეული ორგანიზებულად. ამ დიაგრამაში ნაჩვენებია DNM-ი როგორი იქნება გაწელილი რომ იყოს ერთ ხაზად. ეს საშუალებას გვაძლევს ვნახოთ ქრომოსომის შიგნით სად მდებარეობს რომელი გენი. გენები წარმოადგენენ ქრომოსომის DNM-ის კონკრეტულ მონაკვეთებს. DNM-ი თითოეულ ქრომოსომაში შეიძლება შეიცავდეს 100-ით ან 1000-ობით გენს. და მრავალუჯრედიან ორგანიზმებში ყოველი უჯრედი შეიცავს რამდენიმე ქრომოსომას. და სწორედ ეს ქრომოსომები და მათში მყოფი გენები არის, რაც ინახავს ინფორმაციას ორგანიზმის ყველა მემკვიდრეობითი თვისების შესახებ. და ჩვენი ლეკვის შემთხვევაშიც მის ქრომოსომებში არის 1000-ობით გენი, რომლებიც განსაზღვრავს მის ბეწვის ფერს, თვალის ფერს და ყველა სხვა მახასიათებელს, რაც მშობლებისგან მიიღო. ესე იგი, მას უნდა გააჩნდეს ერთი ან რამდენიმე გენი, რომლებმაც განაპირობა შავი ბეწვი. რომ დაბადებულიყო გენებით, რომლებიც განსაზღვრავენ სხვა ფერის ბეწვს, მაშინ შეიძლება ყოფილიყო ყვითელი ან ყავისფერი. ასე რომ ამ ლეკვის შემთხვევაში და რეალურად ყველა სხვა ცოცხალი ორგანიზმის შემთხვევაშიც, თვისებები და განსაკუთრებით თვისებები, რომლებიც მემკვიდრეობით გადაიცემა გენებით.